ისო დედაც სამეძობლოში, სამსახურში და ძალიან დაფასებული და პატრიცემდნენ. და მე ვზივარ. ახლა ვზივარ კუთხეში. აქეთ ეს ქურდები, აქეთ ეს მთავრობის ხალხი და მე პატარა ბიჭი ვზივარ და რითი დაგეხმაროთ და ისო ჩვენო სენაკის მთავრობაო გასვენების დღისთვისო საჩუქრადო თევზს ვიკიდითო თუ მოგცემთო. ამ დროს აქეთ ზიანე შავები და ადგა ერთ-ერთი. ადგა კი არა ესე პირდაპირ და ისო არაო დიდი მადლობაო. აქო ვახო იყო დარსმელიძე ფოთელი კანონიერი კურდი ვახო გამოაგზავნისო აგერ 15 ტრაილერი თევზი მოვაო ვის უნდაო შენი თევზი და ეს რაიკომი მზივანი გააშაყირეს სავით. უცებ ესე რაიკომი მზივანს ვეუბნები ბიძია მეთქი და საიდან მოვიდა არ ვიცი. აი ესე უცებ რაღაცა წამოვიდა და თავში ჩამიდო ეს რომ აი ეს მეთქვა და ეს მეთხოვა და უთხარი რომ ბიძია მეთქი. აი ამ ქუჩაში ცხოვრობს 100 ოჯახი, 99 ოჯახი ცხოვრობდა. და რატო უნდა ერქვას ერევნის ქუჩა მეთქი რა? მოდი გადავარქვათ ამას სახელი და შევარქვათ მეთქი დედის ქუჩა. ეს იმდენად გასაოცარი იყო, ამათმა იფიქრეს, ამ მთავრობამ იფიქრა რომ ამ შავებმა მასწავლეს და ესენი ფიქრობენ რომ იმათმა მასწავლეს. ამ დროს ინგა არც იმათ უსწავლებია და არც იმათ რაღაცა მოვიდა საიდანაც და აი გულიდან რაც მოვიდა ხო ახლა და ეს რო უთხარი ეგრევე იმ წუთას დაავალეს ვიღაცებს რომ ამის ოფიციალური საბუთი გაეკეთებიათ. 3 დღეში გაკეთდა ამ 99 ოჯახზე ტრაფარეტი და გასვენების დღეს სენაკში უკვე ტრაფარეტი გაკეთებული იყო ყველგან დედის ქუჩა. წარმოიდგინე ახლა ეს რა დროა იცით? ეს ის დრო არ არის რომ მერე რო ქუჩებს სახელებს არ ქმევდნენ და ვისი სახელიც უნდა იმას რო არ ქმევდნენ. მე გეუბნებით ამას ცოტა უფრო ადრე. ახლა აქ შავები ხო არიან, იქაც ცხოვრობენ, იქით და ყველა დიდი და პატარა, ყველა ფიქრობდა რომ სასწრაფო დაეღოთ პასპორტი. მეც ეგრევე, მეც ერთი პასპორტი საჩუქრა მომცეს და შეგიძლიათ ეს აჩვენოთ. აი ეს სადაც წერი, ეს არის ჩემი მაშინდელი